ვინ ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის? ბალანსისთვის დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. ნახოთ საერთოდ რა ხდება ეხლა თქვენ ჩაფიქრებულთან ურთიერთობაში და ვინ ხართ მისთვის? არ დაგავწყვეთ ვიდეოს და ლაიქებ. ნახოთ აბა ახლა რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებულ სიტუაციაში. რა მდგომარეობა გაქვთ? კი ბატონო, ნახოთ აბა რა დამოკიდებულებით ვინ ხართ მისთვის და თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი? ვინ ხართ აბა თქვენი ჩაფიქრებულისთვის და თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი? კარგით, ჯერ დავიწყებ ახლანდელი ურთიერთობის სიტუაციით და ვიტყვი, რომ ცოტა ცივ და ენერგიებში გხედავთ ურთიერთობაში, განსაკუთრებით საპირისპირო პარტნიორისგან მოდის ეს ცივი ენერგიები. შეიძლება მამაკაცებიც, ვინც მიყურებთ თქვენთანაც გაციებულები იყოთ და რაღაცა ხისტები თქვენს ჩაფიქრებულთან. ვიტყოდი, რომ არ გინდათ ამ ადამიანის გაშვება და დაკარგვა და რაღაცა შენარჩუნება გინდათ, მაგრამ ამასთანავე ფიქრობთ შედეგებზე. პრაქტიკული კუთხითაც უყურებთ რაღაც მომენტში, ანუ მთლიანად უყურებთ ურთიერთობას, რას მივიღებ, რა შედეგს მომცემს და არ გაინტერესებთ დაპირებები, ილუზიები და ასე შემდეგ, მთლიანად გაინტერესებთ ეხლა რა იქნება. რა პრაქტიკული შედეგი მიქნება მე ამ ურთიერთობაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფები. ვიტყოდი, რომ ცოტა ჩაკეტილი, ცოტა ცივი და ცოტა უხეში გრძნობებია. დიდად განვითარებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ და ვერ ვიტყვი, ხა ზრდის ფაზაშია. უფრო მეტად ვიტყოდი, რომ შეიძლება გაჩერებულიც იყოს რაღაცა ერთ ადგილზე, დაპაუზებულ სიტუაციაში იყოს და თითქოს მაქსიმუმ თავისი განვითარების ამ ურთიერთობაში თქვენს მიაღწევ და თქვენ პარტნიორმაც, ანუ რაღაც ეტაპზე ზრდა გაჩერდა და მაქსიმუმი მიღწეულია. ეხლა რაც შეეხება თქვენ პარტნიორს, თქვენი პარტნიორთვის ვინ ხართ? ვიტყოდი, რომ თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ მისთვის მზად ხართ იბრძოლოთ და მზად ხართ ყველაფერი, ყველა წინააღმდეგობა გადალახოთ და ყველა სირთულე ამ ადამიანთან ყოფნისთვის. ესეთად აღგიქო, ძალიან ძლიერი, ძალიან დამოუკიდებელი თქვენთვის მნიშვნელოვანია განვითარება, ურთიერთობის ზრდა, პერსპექტივები, სამომავლო ისევ და ისევ. ფიქრობს, მოდი პირდაპირ ბევრ თქვენთაგანთან, თქვენ პარტნიორი ცოტა ჩამოუყალიბებელია, ცოტა ილუზიებშია და შეიძლება რაღაცებს გატყუებეთ, ან არ უნდა რომ ცრუ იმედები მოგცეთ და ცრუ მოლოდინები, მაგრამ შეიძლება ბევრ თქვენთაგანს აძლევს კიდეც და რაღაცა ტყუილები და ილუზიური მდგომარეობებიც არის. თქვენ შეიძლება ბევრ თქვენთაგანო, ვინც ახლა მიყურებთ, თავად მიიღეთ რაღაც მომენტში გადაწყვეტილება, რომ ურთიერთობა დაგეპაუზებინათ. არის ეს ვარიანტი და გიყურებთ როგორც ურთიერთობის დამანგრეველს. იმიტომ რომ რაღაცები არ მოგწონდათ, რაღაცებზე ებრძოდით, ეკამათებოდით, თავს არ უხრიდით და გაღიზიანდა ამ ყველაფერით. ეხლა რაც შეგეხება თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი? ვიტყოდი, რომ მის გარეშე შეიძლება ძალიან გიჭირთ, შეიძლება ძალიან გენატრება, შეიძლება გაქვთ განაკლისი ენერგეტიკულად რაღაცა მიჯაჭვულობა სავითხედავ, შეიძლება მის გარეშე ცუდად ხართ, მასთან რომ ხართ ურთიერთობაში, რაღაცები არ გაკმაყოფილებთ და ბოლომდე ბედნიერი ვერ ხართ, მაგრამ ვერც მის გარეშე გრძნობთ თავს. მოდი ვიტყვი, რომ თქვენ ძალიან ბევრს გასცემთ ურთიერთობაში, ძალიან გინდათ ჰარმონიის მიღწევა და ბალანსების მიღწევა და ამას ესე ვიტყოდი, რომ თქვენ სამჩნევთ, თქვენთვის ეს ადამიანი არის ზრუნვის ობიექტი, პირდაპირ ვიტყვი. თქვენ გახართ და ზრუნავთ ამ ადამიანზე. ცდილობთ, რომ მას ასიამოვნოთ, ცდილობთ, რომ კომფორტი შევქმნათ, ცდილობთ, რომ კარგი პირობები მისცეთ, ყველაფერი მისცეთ, ზრუნვა მისცეთ, სითბო მისცეთ. ამის სურვილი თქვენგან ძალიან ბევრია. მაგრამ თქვენ პარტნიორზე იგივეს ვერ ვიტყვი და მოვფიქრებ, რომ ვერც ხედავს ამას დიდად, რომ თქვენ ამას აკეთებთ. ის პირიქით ფიქრობს, რომ თქვენ ებრძვით, უპირისპირდებით, ტყუას ასწავლით, არიგებთ, რჩევებს აძლევთ, ასე უნდა მოიქცე, ისე უნდა მოიქცე და ეს ცოტა აღიზიანებს. ნახოთ აბა რა განვითარების პერსპექტივა ექნება ამ ურთიერთობას თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანთან. უახლოესი 1 თვე ავიღოთ მაგალითად.
განვითარება, საკმაოდ საინტერესოა. ძალიან ბევრი ცვლილებები გიჩვენს სხვათა შორის ურთიერთობაში. მიმართულება შეიძლება საერთოდ შეიცვალოს. რაღაც მომენტში აქ არის ახლა რადგან საჯარო გაშლა ორ მდგომარეობას ვხედავ. მდგომარეობა ერთი არის ის, რომ საერთოდ წამოხვიდეთ ამ ურთიერთობიდან და საერთოდ დაასრულოთ და ჩაიხსნათ აი ენერგეტიკულადაც, ფიზიკურადაც, ემოციურადაც, ყველა კუთხით ჩაეხსნათ. ბევრ თქვენთაგანთან ეს ვარიანტია. მეორე ვარიანტი არის, რომ ახალ წრეზე წახვიდეთ ამ ურთიერთობაში. ანუ რაღაცა ძველი ციკლი ერთი და ანუ ახალი ეტაპი დაიწყოს და ისევ იგივე წრეზე წახვიდეთ. ამიტომ იყავით ყურადღებით, რომ იგივე შეიძლება განახლდეს ურთიერთობა და განახლდება ბევრ თქვენთაგანთან, მაგრამ იგივე წრეზე ნუღა შეტოპავთ და იგივე წრეზე ნუღა ივლით. იმიტომ რომ არის ძალიან დიდი რისკი, რომ იგივე წრეზე წახვიდეთ. განსაკუთრებით შეიძლება ეს ახლა თუ მამაკაცები მიყურებთ, თქვენგან იყოს ამის სურვილი, ან პარტნიორი მამაკაცისგან იყოს სურვილი, რომ ისევ მოდი თავიდან ხომ არ გვეცადა და თქვენ შეიძლება აყვეთ ამას და თავიდან ცადოთ, მაგრამ გაიმახსოვრეთ, აქ მე ვხედავ, რომ უმეტესად ბევრ თქვენთაგანთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი რაღაცა უკვე გავლილია, ნანახია და თითქმის რესურსულად ამოწურულიც კი არის რაღაცა დონეზე ეს ურთიერთობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და მოიწერეთ ჩემი გვერდი მეტი საინტერესო ვიდეოს ანახავთ. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე შეგიძლიათ დაწეროთ შემდგომში რა საკითხი გაინტერესებთ და თუ ბევრს აინტერესებს ეს საკითხი, ჩავწერთ საჯარო გაშლას მოცემულ საკითხზე. მადლობა და ნახვამდის.